საღამო მშვიდობის ჩვენო ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი გადაცემაც სპორტს და კერძოდ ფეხბურთს ეძღვნება. რა თქმა უნდა, ამჯერადაც დინამო თბილისი. და მიმოვიხილავთ დინამო თბილისის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის ტურნირებში. სულ საბჭოთა კავშირის პერიოდში სანამ დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე არსებობდა, სულ ერთხელ მოგვიწია. ასე არ არის ბატონო? ერთხელ კი ბატონო. გოჩა უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენჯერმე ვიყავით. რამდენჯერმე ვიყავით წარმოდგენელი. მეტნაკლები წარმატებით. ხა კაცმა რო თქვას, არც იმ 79-ან 79-80 წლის პერიოდში გათამაშებაში ჰქონდა დიდი წარმატება. მე-16 ფინალი ვითამაშე და მერვედან გამოვარდით. თან 4-დან 3 წავაგეთ. 4 თამაში ბატონო. მაგრამ მაინც ძალიან დიდი კვალი დავტოვეთ, მე მგონი. კი ბატონო. და რატო? ეხლა მოგეხსენებათ პირველი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი პირველი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე თემურ ბატონო მოხდა სწორედ 79 წლის 80 წლის სეზონზე და პირველი თამაში ჩვენი მოწინააღმდეგე იყო ლივერპული. ლივერპული იმ დროს თუ არ მეშლება და თუ შემეშლება თქვენ შემისწორეთ, უკვე იყო ინგლისის 11 გზის ჩემპიონი. და ზედიზედ მე-16 ასპარეზობდა აი ამგვარ ტურნირებზე. ვინ იყო დინამო თბილისი? დინამო თბილისი მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იყო რაღაცა ამოუცნობი გუნდი, რომელიც შეიძლება თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც სახელი ჰქონდა და არც გვარი. იყო ერთი საბჭოთა გუნდი და ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ აი ქართველი საქართველოს გუნდია, ქართველები თამაშობენ, ეს შეიძლება ცოდნონ და მხოლოდ იმ დროიდან ნენათმეცნიერებს ან ისტორიკოსებს და დანარჩენი საერთოდ არა თბილისის დინამოზე, საერთოდ საქართველოზე არ ქონდათ, მე მგონი არავით არის ალბათ ესე იყო სამწუხაროდ. და აი დაიწყო ეს სეზონი და 23 სექტემბერს ხვდებით ლივერპულს და პირველი თამაში არის ლივერპულში. Anfield Road-ს კი ბატონო. მანამდე უნდა ვთქვათ, რომ ეს ლივერპულს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა, გახდა ინგლისის ჩემპიონი. 42 თამაში სულ ჰქონდა 16 ბურთი გაშვებული. 85 შეფარდება 85-16-თან და ცოტა მოვლენებს უცი გავასწრებთ, ვიტყვით, რომ 2 თამაში 4 ბურთი გაუტანა თბილისის დინამომ, როცა 42 შეხვედრაში მხოლოდ 16 ბურთი ჰქონდა გაშვებული. თუ არ ვწდები, კლემენსი იმ დროინდელი მათემატიკარი ნაკრების მეკარე იყო. კი, კლემენსი. ნაკრების ბევრი იყო ნაკრების მეკარე, დალგლიში შოტლანდიის და შოტლანდიის. არა, რადგან დაცვაზე საუბრობდნენ. დაცვაზე, კი ბატონო, ფილ ნილი კაპიტანი. ფაქტიურად შეგაწყვეტინებ გოჩა, მაგრამ ფაქტიურად ბრიტანეთის ნაკრები იყო ლივერპული მაშინ, თავისი დალგლიშით და რა ვიცი, ყველა აი ამ. ესე იგი ლივერპული იყო, რომელიც დაარღვია ბაიერნის ჰეგემონია, მოგეხსენებათ, რომ ბაიერნი ზედიზედ 3ჯერ იყო ჩემპიონთა თასის მფლობელი 1974, 75, 76 და ლივერპულმა 77-ში და 78-ში მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება ზედიზედ 2ჯერ. შემდეგ უკვე 2ჯერ ნოტინგემ ფორესტმა აიღო ჩემპიონთა თასი. თან ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ერთხელ იყო ჩემპიონი ინგლისის ნოტინგემ ფორესტი და 2ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. და საერთოდ 6 წლის განმავლობაში ზედიზედ სულ ინგლისის გუნდები ხვდებოდნენ, იმიტომ რომ შემდეგ 79-80-ში ნოტინგემმა მოიგო, მერე 91-ში ისევ ლივერპულმა, როცა ფინალში მადრიდის რეალს მოუგო
და 82-ში უკვე ასტონ ვილამ მოიგოს მეტად ევროპის ყველაზე უფრო პრესტიჟული საკლუბო თასი და ერთი წლის გამოტოვებით შემდეგ 83-ში ჰამბურგი იყო 84-ში ისევ ლივერპული გახდა ამ პრიზის მფლობელი როცა რომში მოუგო რომას პენალტების სერია და მოკლედ კენჭისყრის დროს გახარებულები იყვნენ ლივერპულელები რომ ეს ისეთი გუნდი შეხვდება რომ ამასთან დიდი პრობლემა არ შეხვდება მით უმეტეს ნახეს ჩვენი თამაში 79-ის თასის ფინალი მოსკოვის დინამოსთან და ბილად რო ვთქვა თბილისის დინამო მათზე დიდი შთაბეჭდილება არ დატოვა სპარტაკიადის ფინალიც ნახეს ორი თამაში ნახეს ზედიზედ ხო და სპარტაკიადის ფინალზე ამბავი ჩაუტანიათ რომ ესო დადიანო ეს რა გუნდი არისო რა თბილისის დინამოზე არანაირი პრობლემა არ გვექნებაო აი ესეთი განწყობით ხვდებოდა ლივერპული თბილისის დინამოს და აქვე დავამატებდი აუცილებელია ესეც ვთქვათ რომ რასაკვირველია ნოდარ ახალკაციც ახლა დიდი ის არისო ჭერმეტყველი და ყველას არ უმარა თავის ახლობლებში უთქვია რომ საბრძოლო გვექნებაო კი საბრძოლო გვექნება ცნობილი ამბავია რომ თქვა რომ გუცავი ყიფიანი და შენგელია თუ კარგ ფორმაში იქნებიანო ლივერპულთან დიდ ბრძოლას გავმართავთ საბრძოლო გვექნებაო მანუჩარზე თქო მე მგონი მანუჩარზეც რასაკვირველია მანუჩარის გამოტოვება როგორ შეიძლება იმ დროინდელ თბილისიდან ამ 4-ზე იმ დროინდელ თბილისის დინამოს ჩვენ მივახსენეთ ახლა ლივერპულის მიღწევებზე და ფეხბურთელებზე და არაფერი გვითქვამს მათ მწვრთნელზე რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული, ავტორიტეტული კი, რა თქმა უნდა. პიროვნება გახდათ, პეისლი და რომელიც გამოირჩეოდა თამაშის სრულობების დროს, როგორც მე ვიცი, აი სწრაფად შესწული ტაქტიკური აი გადაადგილებებით რა. ნუ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლივერპულის წარმატებები შენკლის დამსახურებაა და შემდეგ აი შენკლის შეცვალა პეისლიმ და გააგრძელა მისი უფრო წარმატებითაც. კი ბატონო. იმიტომ რომ თუ არსების შენკლიმ UEFA-ს თასი მოაგებია ლივერპულს და მე უკვე პეისლიმ ჩემპიონობა. პეისლის მე მგონი მეტი ის ქონდა ტიტულები მოგებული ვიდრე საერთოდ მანამდე მქონია ლივერპულს. და 1984 წელს უკვე რომ მოიგეს რომში ჩემპიონთა თასი, უკვე პეისლი აღარ იყო მწვრთნელი, მაგრამ ჩამოვიდა ძალიან გახარებული რომიდან და თელ რომში მარტო მე და რომის პაპი ვიყავით იმ დღეს ფხიზლებიოდა. საინტერესოა. და ერთიც არის რომ ეს მისი მეუღლის მოგონება პეისლის რომ ერთ-ერთი ჩემპიონთა თასი რომ მოაგებია ლივერპულს ჩამოვიდა დაბრუნდა შინ ახლა მოვიდა სახში და სოლი ეკითხება აბა მითხარი ხარ ახასიათზე ხარ როგორ იყო რა იყო შთაბეჭდილებები ძალიან დაღლილი ვარო ეხა ჩაი დამალევიო და ხვალ ვარჯიშისთვის კარგად უნდა გამოვიძინო და ბევრს ვალაპარაკებო აი ასე შეს პროფესიონალური მიდგომა ეს ახლა ძალიან კარგი ხვალ დილას ვარჯიში არისო და ეხა ის რაც იყო ის უკვე წარსული არისო და მოდი ეხა უკვე ვარჯიშზე ვიფიქროთ და შემდეგ თამაშებზეო როგორც შენახსენე კიდევაც გოჯა საკმაოდ დიდი სიხარულით შეხვდნენ ინგლისელები და არა მარტო გულშემატკივრები, რომ ლივერპულის მეტოქე იქნებოდა თბილისის დინამო. და იმ დროინდელ ინგლისურ პრესაშიაც ძალიან ხშირად იწერებოდა, რომ წინ ყოველ შემთხვევაში მე-16 ფინალში ლივერპულს სერიოზული პრობლემა არ შეექმნება. პრობლემა არ შეექმნებოდა და უპრობლემოდ გაივლიდნენ ამ ეტაპს და გამოთქვამდნენ კითხაობა მიდიოდა რომ ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი შემდეგი მეტოქე და ვისთან ისურვებდა ლივერპული თამაში. და აი დაადგა კიდევაც ეს თამაშის დღე, ამ თამაშის დღე 23
სექტემბერი და ეს ორი გუნდი, ლივერპული და დინამო თბილისი, წარდგენ ერთმანეთის წინაშე. სამწუხაროდ ტელერეპორტაჟი არ იყო გაფიცვის გამო. ხო, აი მეც მახსოვს, რომ ჩვენ ესე გამოაცხადეს ჩვენი მაშინ რომ ინგლისში არისო ტელე თანამშრომლების გაფიცვა და ამიტომ ეს თამაში არ შედგა. ჩვენ ეს ვერსია ვიცით. ჩვენ ეს ხო და მართლა ესე იყო თუ უბრალოდ არ გადაიხადეს ხოლმე ხო არ ეცით რამე. ნამდვილად არ ვიცი. რადიო რეპორტაჟი იყო. რადიო რეპორტაჟი კი უსმენდი. იყო რადიო რეპორტაჟი იყო ნუ რადიოზე და თან ორივე ტაიმი იყო რადიო რეპორტაჟის. კოტე მახარაძეს მიყავდა. კოტეს მიყავდა რუსულ ენაზე რასაკვირველია. იმიტომ რომ ის მარტო მახარაძეს ერთად და თქვა სავეცკის სპორტის და ფუტბოლ ჰოკეის და ლელოს წარმომადგენლის გარუნაკოპოვი იყო წასული და მისგან ვიცით განაკლებად კიდე და სხვათა შორის შეხვედრა ქონდა ჩვენ ფეხბურთელებს საელჩოში და ელს უთხოვია რომ ბიჭებო შეეცადეთო რომ დიდი ანგარიში საბჭოთა კავშირის და დაიწყო ეს რეპორტაჟი ესე ყველა ელოდა იმას რომ აი ხა ლივერპული მიაჯაჭვებდა ჩვენ გუნდს საჯარი მოედანთან მაგრამ ესე არ იყო ჩვენებაც ასე ვთქვათ ბურთი გაუგორეს ლივერპულს პირველად მომენტები შექმნეს შენგელიას ქონდა მომენტი შენგელიას ორი მომენტი ქონდა მესამე და მეექვსე წუთზე მესამე ყიფომის რაღაც მაგარი პასები რაღაც კედელი გაითამაშეს რაღაც კიდე ერთმანეთთან აი სამწუხაროდ ცხონებული რამაზე იყო ძალიან დიდი ფეხბურთელი და თავდამსხმელი მაგრამ აი ამ თამაში ძალიან ბევრი ბურთი გააფუჭა რა და ძალიან ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და გოლიც იმ დროს გაუშვით როცა თითქოს უკვე ეს ჩამწრალი იყო ეს სასტარტო ღელვალება ეს მაგრამ ამ დროს მე 20 წუთზე გაგვიტანეს და მეორე გოლი კიდე პირველი ტაიმი თავდებოდა 45 წუთზე ისე ძალიან ძლავრად და ოსტატურად შესრულებული საჯარი მოთი გაგვიტანეს როგორც ამბობენ დარასელიასაც ქონია მომენტი პირველივე ტაიმში 1-0-ზე და ნუ რატომღაც მოხდა რომ ვერ გავიტანეთ ჩივაძის გოლი დარასელიას პასით გავიდა. ეს უკვე ჩივაძე მეორე კედელი გაითამაშა და ჩივაძე ამოშთა მეკარესთან პირისპირ და კუთხეში გაიბურთი გაუტანა. კიდევ აღნიშნული იყო სავეცკის სპორტში, ესე იგი გარუნ აკოპოვი წერდა, რომ მანუჩარის კარგი დარტყმა ყოფილა პირველივე ტაიმში, რომელიც ნუ მეკარემ ახლა რადონის მეკარეც ყავდათ ყველამ ვიცით. მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ვინ თამაშობდა მაშინ დინამოში და რა შემადგენლობით გამოვიდნენ. კარში იდგა გაბელია, კი ბატონო. დაცოჩი კოჩამაჩაიძე, ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი და ჭილაია. დარასელია მანუჩარმაჩაიძე, მანუჩარი კაპიტანი იყო და სულაკველიძე. კი ბატონო. ვოა გუცეევი, ყიფო და შენგელი. რამა შენგელია. ხომ თქვი კიდევაც იქ ლივერპულში კოჩამაჩაიძე იყო. კოჩა იყო. თბილისში კი კოჩა იყო. შემდეგ აქ იყო სულაკველიძე შეცვალა მერე კორიძე მეორე თამაში. და იგივე ყავდა, მაგრამ იქ ლივერპულს ორი ფეხბურთელი აქვს იქ. მერე დაემატა. ნუ ბედაიდან თამაში ცოტა კი გავიხსენეთ ის თამაში, მაგრამ როგორც ნუ ამბობენ ეს იყო პირველად იმმა დაგვირტყეს რაღაცა და მესამე მეექვსე წუთზე უკვე ყიფო და შენგელიამ კაი კომბინაცია გაითამაშეს კედელიც ერთმანეთში და ორი კარგი მომენტი შექმნეს და პირველად ტაში უკვე დავიმსახურეთ სტადიონზე. საერთოდ ეხა პირველი ტაიმი როგორ იყო მე ეხა როგორ მედიოდა თამაში
ცხადია ხა ინგლისელების ტრადიციული ესე ფლანგებზე გასვლა, იქიდან ჩაწოდება და თავით. თავით გაგვიტანეს პირველი გოლი. კი, ჯონსონმა. მაგდერმოტის ჩააწოდა და ამან თავით მაგრამ ამისთვის ჩვენ სად ვიყავით მაინც? ამისთვის სად ვიყავით და ეს ჩვენი მცველები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და გარდა ამისა მანუჩარის ვიტალაც და ყიფოც ეხმარებოდნენ დამცველებს. მაგრამ ძალიან სწრაფად გადავდიოდით აქედან თურმე უკვე შეტევაში ვინაიდან ეს ხალხი ეხმარებოდნენ ამებს ახლა არც პასი და არც გადმომოტყუება არ გაუჭირდებოდა ადამიანებს. ნუ ამის ნათელი მაგალითი ისო ჩივაძე აღმოჩნდა ბატონო საგოლე ეპიზოდში და ბურთიც გაიტანა. ჯონსონმა გაგვიტანა მე-20 წუთზე და კი გაიხარეს და ეს უნდა ყოს შეიძლება ეს ყოფილიყო გადამწყვეტი მომენტი. მაგრამ სწორედ აი ამ მომენტს გაუძლეს დინამოელებმა და 13 წუთში გაუტანეს საფასუხო გოლი. თორე იქ რო ჩვენ ერთი გოლი მიგვეღო მე მგონი უკვე ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იქნებოდა. გავტყდებოდეთ და დიდი ანგარიშით შეიძლება დიდი ანგარიშით და წავგვეგოთ, მაგრამ საშამ ივაშკაცა თავიდან წამოიღო ბურთი დაახლოებით აი შენ მეორე თამაში ჭილაიამ რო გააკეთა დაახლოებით ესეთივე რეიდი დაარტყა მისა დარასელიას პასი დარასელიამ ნუ კედელი გაიბრუნეს და 33 წუთზე შეაგდო საშამ და ერთიც უნდა ითქვას, რომ ამ თამაშის მერე უკვე შეიცვალა თბილისის დინამოსადმი განწყობა. პეისლიმ თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო თბილისის დინამო, ვისაც ენფილდზე უთამაშიაო, პრესაც წერდა ძალიან ტექნიკურები, სწრაფები არიან ქართველი ფეხბურთელებიო. პრესამ დაწერა, მახსოვს რომ ამ სტადიონზე ესე უთამაშიაო 67 წელს აიაქს კი ბატონო შემდეგ კიდე უთამაში ამ დონეზე უთამაშია აიაქსო ფერენცვაროშს ქონდა ნათამაშები და აღნიშნეს და ჩვენა ზვეზდა კი აიაქსი გამახსენდა ხა თქვეს რომ კი და კიდევ ერთი რამე აუცილებლად გაზეთები ჩამოიტანეს მაშინ რო ჩამოვიდნენ და მე მგონი აკოპოვის ჩამოტანილი გაზეთი იყო და მანუჩარზე ეწერა პირდაპირ ბრილიანტ. აი ესეთი კომპლიმენტი უწოდეს მანუჩარს, რომ ესე იგი შუა მოედნის ბრილიანტი არისო მანუჩარზე თქვეს. იქ გარდა ამისა, ხო, ის ასევე ეწერა, რომ ეხლა 52 ბოლო წუთზე მივიღეთ ჯონსონისგან კიდე კეისის ჯიმი კეისი საჯარიმოთი გაგვიტანა იქ სხვათა შორის ყიფოს შეცდომა იყო რომ რაღაც სულელური გოლი მივიღეთ პასის რაღაც ცუდი პასი გააკეთა და გააკეთა ყიფომ და მიიღო ამან მოედნის ცენტრში ბურთი და საშას სხვა არაფერი დარჩენოდა საჯარიმოს მოцеლა იქა მოцеლა და პირდაპირ კარის პირდაპირ იყო ჯარიმა მან შეიძლება ითქვას რომ ეს კედელიც არ იყო თლად კარგად დაყენებული ალბათ კედელი არ იყო მან რა მოხდა კიდე ხო ამან დაარტყა და გაიტანა გაბელიამ ხო დააყენა ეს კედელი და რატომღაც კაცო დააყენა კედელი და მოუნდა კიდევ ერთხელ გადამოწვევა და წამოვიდა რაღაცა ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა მარცხენა მხარეს და სწორედ ამ დროს დაარტყა იმან და ძალიან ძლავრად კი დაარტყა კი დაარტყა და გაგვიტანა გასაგები გოლი აი თუ პირველი ტაიმი მიდიოდა უკვე აი ესეთ ეჩვენი შეტევებით რაღაცებ კონჩეტევებით რაღაც ესეთ ლამაზ მეორე ტაიმში როგორც ამბობენ უკვე შეიცვალა სურათი და დინამომ დაიწყო პრაგმატული თამაში ხო თუნდაც აი ამ ანგარიში უფრო ანგარიში შენარჩუნებაზე და აი თემურ შერობრძანერო ბრილიანტი მანუჩარიო სწორედ აი მეორე ტაიმში
ეწერა რომ მეორე ტაიმი მიდიოდა ისე როგორც ინგლისურ პრესაში ეწერა, როგორც სურდა მანუჩარმა შეიძესო. აი დიახ, აი მაგაზე აღნიშნება. აი იმაშიო, მოკლედ რაც იცოდა მანუჩარამ რა დროის გაყვანა ბურთის შენარჩუნება, ბურთის შენარჩუნებით, ბურთის ატანით, აი ესე, აი აქებდნენ ძალიან მანუჩარ მაჩაიძეს რა. მე დავამატებდი რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის გაზეთი, სადაც მანუჩარზე ეწერა, ეხლა დიდად ინგლისური არც მაშინ ვიცოდი და არც ეხლა არ მისკდება თავი, მაგრამ პირდაპირ ეწერა რომ ბრილიანტს კი მიხვდებოდა. ბრილიანტ რო ეწერა და შუაბოედანიც ეხლა მაგას ყველა მიხვდებოდა რა. ბრილიანტი დრიბლიური არის. დრიბლერი. აი დიახ, ბრილიანტი დრიბლერი. ბრილიანტი ორჯერ ახსენეს, მეორე თამაში ჭილაიაზე. ჭილაიაზე ახსენეს, ჭილაიაზე რაც ახსენეს ის მოვა მაგის დრო და ვიტყვით. ხო, აი ხა გამახსენდა Daily Express-ის მიმოხილველი იყო, მაშინ დევიდ მილერი და იმან დაწერა ესეთი რომ ასეთი 67 წელს აიაქსმა აჩვენაო, 68 წელს ფერენცვაროშმა და 74 წელს სვენა ზვეზდამი თამაშეს აი ამ დონეზე. ასე ამბობ. ნუ ასე იყო თუ ხო და რაც კიდე ერთი მინდა აღნიშნო რომ მეორე ტაიმი რო დაიწყო დინამოელები რო გამოვიდნენ ტაში დაუკრა უკვე თურმე მაყურებელმა სტადიონმა. აი ეს მინდა გავიხსენო პირველი თამაში და თქვენ ხوار დაამატებდით რამეს ამ ხوار გსურდათ რომ ერთს დავამატებდი მხოლოდ თქვენ ახსენეთ Daily Mail-ის ჟურნალისტი და Daily Mail-ის ჟურნალისტმა შემდეგ როდესაც გაკეთდა ყველა დროის ნაკრები, მსოფლიოს ნაკრები, ნუ სავსებით დამსახურებულად ალბათ მური და ბეკენბაუერი შეიყვანეს ორ ცენტრალურ დამცველად და მან დაწერა რომ მე მაქვს ნანახი რამოდენიმეჯერ ალექსანდრე ჩივაძის თამაში, ერთ-ერთი ლივერპულთან თამაში აღნიშნა, ერთი ინგლისის ნაკრებთან და ერთიც ვესტჰემთან დასაკვირველია და მე გავაკეთებდი რომ ვიტყოდი რომ მურის ნაცვლად ბეკენბაუერს და ჩივაძეს დავაყენებდიო. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენთვის, ყველასთვის აბსოლუტურად რომ აი მურის ნაცვლად ინგლისელმა თვითონ აღიარა რომ აი მისი ეს თამაში, ჩივაძის ეს თამაში, მან აღნიშნა, პირდაპირ აღნიშნა, რომ ლივერპულთან მაქვს ნანახი თბილისის დინამო, ჩივაძის თამაში მაქვს ნანახი საბჭოთა კავშირის ნაკრების, რომელიც იცით ის თამაში გახსოვთ და ვესტჰემთან დასაკვირველია რა. სხვათა შორის მომენტა მე ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე ერთმანეთს და მიმაჩნია რომ ძალიან გავდნენ ერთმანეთს ბეკენბაუერი და საშა ჩივაძე. თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ორივე ნახევარმცველი იყო და მერე გახდნენ მცველები და ის ამ ბობი მურისგან განსხვავებით რომელიც მცველი იყო. და იმ თავის მცველობის პერიოდში ძალიან ეხმარებოდა ხელს ეს ნახევარმცველური ძველი ნახევარმცველური წარსული. მოკლედ პირველი თამაშის მერე ლივერპულში ჩატარებული პირველი თამაშის მერე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ცივი შხაპი ლივერპულისთვის, მაგრამ საკმაოდ გაუკვირდათ. მაგრამ იმეც კარგავდენო რომ თქვა რომ იმედიანად იყვნენ მაინც. რომ შემდეგ თამაში თბილისში მოიგებდნენ, ამაში შეიძლება ითქვას რომ ისევ დაზვერებულები იყვნენ. და აი დადგა კიდევ გავიდა ორი კვირა, დადგა 3 ოქტომბერი. და რა ხდებოდა თბილისში ცოტა ხნის წინ კიდოდა ამის თქმა. არ შემიძლია არა ვთქვა რომ პირველივე ღამეს, როდესაც დამთავრდა თამაში ლივერპულში, უკვე დაიწყო ბილეთზე აჟიოტაჟი, საშინელი აჟიოტაჟი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი რა აჟიოტაჟი იყო? სიების გაკეთება, ჩამოწერა, ვინ რომელია, ვინ რა არის ის და მაშინ ეხლა ტიკეტჯი არ არსებობდა და ინტერნეტი არ არსებობდა და როგორ იყო? ერთადერთი იყო ბილეთის აღების საშუალება იყო ცოცხალ რიგში ჩადგომა. იქვე იყო
თბილისის დინამოს სტადიონთან იქვე იყო ეგრეთ წოდებული ტრამვაი ტროლეიბუსების ტრესტი. და ღამე გახსოვთ ალბათ და იცით რომ ტროლეიბუსები ყველა რომ ვერ ეტეოდა იმ ტრესტში შიგნით გარაჟებში და გარეთ იდგა ხოლმე და 3 დღიანი ღამის თერვა იყო სიებით შედგენილი და ის ერთი ამბავი რაღაცა მერე გადაკითხვა სიის ამოკითხვა აბა ეს აქ არის ის აქ არის ვინც არ არის ამოშლიდან სიიდან ეს რა სახშია წასული ყოველ საჭიროა სიას კითხულობდნენ თუ არ იყო წაშლიდან რა თუ არ იყო წაშლიდან და ხელზე ორ ბილეთზებიც არ იძლეოდნენ თუ გახსოვს გოჩა და იყო ესა მაგრამ ერთი კიდე საინტერესო ამბავი არ შემიძლია გავიხსენო რა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ну, ძირითადად მუშტაეთის გულშემატკივრები აქტიურობდნენ იქ, ხო და? თქვა რომ ეხლა ჩვენო აქო ღამეებს ვათენებთო ბილეთისთვისო და ლივერპულსო აჭარაშიო, სასტუმრო აჭარაში ძინავსო და ისვენებსო. წავიდნენ ეს ხალხი და ატეხეს იქ დინამოს სახელი და გააღვიძეს არ დააძინეს რა მოკლედ ალბათ ღამის 4 საათი ცნობილი ამბავია და ეხლა მე რატო ვიხსენებ ამას მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი მაშინ ჯერ კიდევ სულ სახში და ეს ხმა რო გავიგე ნუ რა გამაჩერებდა სახში წამოვხდი და ჩამოვირბინა ქვევით მივხვდი რომ იქ იყო რაღაც ამბავი რა სხვათა შორის შემდეგ ჰამბურგი რო ჩამოვიდა მან აჭარაში ცხოვრებაზე უარი განაცხადა და ივერიაში ცხოვრეს მათ ნუ აი ესეთი აჟიოტაჟი და ის და ну ეხლა არ შეიძლება გიორგი ჭილაია არ გავიხსენოთ ეს თამაში მისი რა მისი დრიბლინგი მისი გავლა ну კრაიდან როგორ თქვა ფლანგიდან მისი ფლანგიდან გავლა ну ესე იგი სამუდამოდ დაამახსოვრდათ და ბევრჯერ მithქვია და გავიმეორებ ერთხელ კიდევ განმეორდები ლივერპულს რა საკვირველი არასდროს არ დაავიწყდება ბიტლსები და ალბათ ჭილაიას ეს გარღვევაც არასდროს არ დაავიწყდება. ჩემი აზრით გადამწყვეტი მაინც პირველი გოლი იყო. რა საკვირველია ის. გახსნა თამაში. და ერთი რამე უნდა აღვნიშნოთ რა გავიხსენოთ რომ დაიწყო თამაში, დაიწყო წვიმა. დამთავრდა თამაში და შეწყდა წვიმა. იმდენად ძლიერი წვიმა იყო რომ თამაში რომ თავრდება ნახავთ ალბათ გუცაევი სველი აბსოლუტურად სველი გარბის მოედნიდან რომ როგორმე შევიდეს გასახდელში და ნუ გამოიცვალოს აი ეს და ნუ აი ეს პირველ მეორე ტაიმ ის დროს იყო განსაკუთრებული კი მეორე ტაიმი პირველზე ისეთი ძლიერი იყო ეხლა ერთი რამეც აი განსაკუთრებული წვიმა რო წამოვიდა სწორედ მაშინ ათამაში განსაკუთრებულად კარგად აბსოლუტურად როგორც მე დაიწერა წმინდა ინგლისურ ამში მოუგეს აბსოლუტურად გეთანხმებით გაგაბატონო და ეხლა კიდევ საინტერესო რა იყო პირველი გოლი ახსენეთ რომ გადამწყვეტი იყო ისე გაცვალეს ადგილები ყიფიანმა და გუცაევმა ვერავინ ვერ შეამჩნია რა ყიფიანი აღმოჩნდა მარჯვენა ფლანგზე გუცაევი აღმოჩნდა იქ სადაც მისი ადგილი არ იყო, ნუ ცენტრ ფორვარდის ადგილზე. ნუ ეხლა როგორი ჩაწოდება იყო და რა იყო და რანაირად იყო, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ ერთი რამ რა. მე ისე მომიწია, რომ მე-7 სექტორიდან უყურებ აქ თამაშს. ანუ პირდაპირ აი იმ მხარეს, სადაც გოლი შევიდა, რომ შენგელია აბსოლუტურად მზად იყო იმ გოლის შესაგდებად რა. გუცაევს რო არ შეეგდო ის გოლი. შენგელია დარწმუნებული ვარ 1000%-ით. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ვიტალიმაც კარგი პასი მიცა ყიფიანს. კი, რასაკვირველია, აი გამიზნული კარგი პასი. კარგი დრიბლინგი ჩამოიშორა მე თუ კაი, მაგრამ კაციც ძალიან სწორი გაგრძელება აირჩია დარასელია. დარასელია, რასაკვირველია. ყიფიანს რომ მიცა, ყიფიანს რომ მიცა ის პასი, კი. მოდი შევახსენოთ მაშინ მაყურებლებს, რომ პირველი გოლი გაიტანა ვოვაგუცავმა, შემდეგ შენგელიამ და ჩივაძემ მესამე პენალტი და სამივე გოლი გუცაევის აქცევისთვის დაინიშნა პენალტი და სამივე გოლი გავიდა მეორე ნახევარში ცნობილი ფოტოა კლემენსი უხლებზე
როგორ დგას და რო შემოვარდნენ მაშინ მეორე გოლზე იყო უკვე ვერავინ ვეღარ დააკავა ვერავინ და ისინი მადამაც არც უცდიათ ხო არც უცდიათ და შემოვარდნენ და გადაიგეს ძირითადად ფოტოკორესპონდენტები და სხვათა შორის ჩვენ ჯარიმა მოგცეს ხო დაგვაჯარიმეს მაგის გულის თუ დაგვაჯარიმეს ვინც იყო ის ვისაც გადაღებული არის ის სურათიც გახსოვება ალბათ თამაზი ქიქავაც გარდაცვლილი მისი გადაღებული იყო და ხალხი შაყირობდა მერე ქიქავა რო დაინახაო შეეშინდაო და ის მერე ამარ ასიზავდაო ეხლა თამაზი გახსოვთ ალბათ ყველას საინტერესო მომენტები იყო ძალიან ბევრი და თამაშის ბოლო არ შემიძლია არ გავიხსენო რა ჩამოვდივართ მეორე იარუსიდან კიბეებზე და შეხვდა ერთმანეთს ვაჟა კიკნაძე და ქართლოსი სვანიძე. და აი ეს როგორ მახსოვს იცი? ცრემლებიანი ორივე აცრემლებული გადაეხვიდნენ ერთმანეთს და 1-3-4 წუთი ესეთი ჩახვეულებმა ცხარე ცრემლით იტირეს სიხარულის ცრემლები რასაკვირველი. აბატიეთ მე მგონი ცოტა გამიგრძელდა და არა რო არ გამეხსენებინა ქართლოსი და ვაჟა არ შეიძლება ვაჟა სხვათა შორის პირველი იყო ვაჟა რომელმაც აი ლივერპული რო შევხვდა იცნობდა ახლა ნოდარ ახალკაც რა თუ ლაპარაკი ახლა ისე ასე რაღაც იქიდან აქიდან და სპეციალურად გააკეთა რაღაცა ჩამოწერა ის და მივიდა ნოდართან და უთხრა რომ ბატონო ნოდარ ფარსადანოვიჩ უთხრა ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ. და მაშინ ვაჟას უთხრა ზუსტად რომ მოგების რა გითხრა, მაგრამ ბრძოლა გვექნებაო, ბრძოლას გავმართავთ. ანუ უიმედოდ პირველი დღიდანვე არ ვიყავით ჩვენ. გავიხსენოთ კიდევ მეო ჩივაძის გოლის მერე პენალტის შემდეგ ქორიძეს ჰქონდა კარგი მომენტი. შეიძლებოდა 4-0-ით დამთავრებული იყო. და ნუ რა ყველა ბურთი რო არ გადის ფეხბურთში ეს ვიცით. ასე იყო თუ ისე იყო დავამთავრეთ ეს თამაში გამოვაგდეთ. ფავორიტი ლივერპული არა მარტო თბილისის დინამოს არც ერთ საბჭოთა გუნდს ესეთი სახელიანი გუნდი არ გაუგდია. არა. არ გაუგდია და შეხვედრი იყო რომ საბჭოთა გუნდი ესეთ იმ დროს ესეც სახელი. მოსკოვის ტორპედო შეხვდა ინტერნაციონალს. ბაიერთან ხო ქონდა კიევს? ხო, ქონდა რო. ოღონდ სუპერთასზე. სუპერტკი. ინტერნაციონალს მილანი ინტერნაციონალი მაშინ ფლობელი იყო და მოსკოვის ტორპედო შეხვდა. 60-იანი წლების ბოლო არის ეს და თბილისი. არა, ეგრე იყო, ეგრე ჩემპიონატის მოქმედი მფლობელი იყო სელტიკი კიევს რო შეხვდა. ეხა სელტიკი არ იყო ლივერპული. და თან ლივერპული აი ყველაზე კარგ ფორმაში იყო იმ პერიოდში მაგიტომ საუკეთესო ფორმაში წარმოადგენდა იმ დროს ლივერპული. ადრე ხო თქვია რა რომ სულ 42 თამაში 16 ბურთი ქონდა სულ გაშვებული. 4 ბურთი გაუტანეთ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამ. კარგით. და დადგა 24 ოქტომბერი და ჰამბურგი. ხდებით ჰამბურგს დაახლოებით ისეთი სიტუაციაა რომ ვაის გავეყარე და მაგრამ უკვე სხვა განწყობაზე ვიყავით. ისე არ იყო რომ ეს რა დაგვემართა და რა გვეშველება ესეთი განწყობა აღარ იქონდა. პირიქით სრულიად შეცვლილი ამებსაც ამასაც მოუგებთ. ამასაც რა თქმა უნდა მოუგებთ. თან იმას ვამბობდით იქ 11 ინგლისელი იყო და 3-0 მოუგე და აქ 1 ინგლისელი რას გვიზამს? გიგანზე იყო. გიგანზე იყო ლაპარაკი არა და მარტო გიგანი კი არა საოცარი გუნდი ყავდათ მაშინ მეგარე ჩვენიერი კარგუსი კალცი მე მგონი მე რომ გითხო ბუნდესლიგის საუკეთესო მცველია შეიძლება ითქვას ყოველ შემთხვევაში რო თქვა რომ ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ფლაგის მწვრთნელია ნამდვილად ყოველ შემთხვევაში ბევრი არ შეგედავება ფლაგი ბულიანი
გავიხსენოთ იუგოსლავია. არაჩვეულებრივი იუგოსლავიელი ის კი ბატონო. ნახევარდამცველი. მაგათი ხრუბეში ბევრი ეს წინ ხარტვიგი ხუბეში მაგათი. ბევრი. კასპარ მემერინგი ხო? აი მან რა ვიცი. ვარ გაიხსენებდი ჰამბურგში ჩატარებულ პირველ მატჩს. დიდი უპირატესობა ქონდა ჰამბურგს, ეს უნდა ვაღიაროთ. მომენტებიც შეგვიქმნეს ბევრი, გადავრჩით საწყის წუთებზე, ამის ჩანაწერებიც არის და მაგრამ ძალიან დიდოსტატური ბურთი გაიტანა დათო ყიფიანმა. ძალიან. რომელსაც მე ვერ ვიტყვი რომ ეს დათოს საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ აი ამ მომენტში ძალიან გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები და ულამაზესი გოლი გაიტანა. შემდეგ უკვე წავიდა ცოტა ისეთი თამაში ჰამბურგი მანდამაც რო ვთქვათ რომ დაიბნა არ დაბნეულა გააგზელა შეტევები და აი ეს სამწუხარო ეს ალბედითი შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ უჯურის ავტოგოლი გოლი გაუშვით კი ბატონო და მერე შეგვეძლო დაწინაურება არა თემურ კი მერე შეგვეძლო 1-1-ზე შვენიერი შანსი გქონდა შვენიერი შანსი გქონდა როცა ჩივაძე იყო ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ კიდევ უკეთესი პოზიცია ჰქონდა რამას შენგელიას და არ მიცა თვითონ გადაწყვიტა შეტევის ძელს მოარტყა და მე ბევრჯერ ყოფილა ამაზე ლაპარაკი და ყოველთვის იძახდა საშარო, ნუ რა ვქნაო ეს დამცველი მის თვალს ხედვაში არ იყო ხო და თამაშგარეში მეგონაო ყოველთვის იძახდა პირადადაც უთქვია რამაზისთვის რომ თამაშგარეში მეგონეო და იმიტომ არ მოგეციო ბურთი, თორე აწევდაო და მართლაც ისე იყო, რომ სხვა ფლანგზე იყო ის დამცველი. ესენი მარჯვენა ფლანგიდან შევიდა. ხო, ეთქობა საშამ გახედა ის პოზიციას, მცველის და რამაზის და ოდნავ წინ იყო. ოდნავ წინ იყო რამაზი. ის ეხლა მარცხნივ უკვე ვეღარ მოახერხა. მარცხნა ვეღარ მოახერხა. არც იყო მაგის დრო არ იქნება. რა თქმა უნდა, წამის მიათედებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. ნუ შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით კიგანმა თავისი კიგანური გოლი გაიტანა რომელიც არაერთ გზის აქვს გატანილი და მესამე გოლით ასევე თავით გაგვიტანეს როგორც ლივერპულში პირველზე და მაგრამ მომენტები ჰქონდა ჩვენ როგორ არ შენგელიამ ძელს გაარტყა გუცაევს ჰქონდა კარგი მომენტი მაჩაიძემ ერთი-ორჯერ კარგად დაარტყა ძალიან კარგად დაარტყა და ეხლა ხო გვაქვს ეხლა ამ თამაშის ჩანაწერი არსებობს და ძალიან კარგად ითამაშა მანუჩარმა ეს თამაში. ძალიან კარგად აი ბატონ პატრონი იყო რო იტყვიან შუამინდვრის. იქ ხშირად არის ბულიანთან ერთად ხვდება, მაგათისთან ერთად ხვდება და არაფერს არ უთმობს მანუჩარი რა, აი ესეთი სიტყვით შევამკოთ და ესე ვთქვათ რა. კი, იქ არ დაუწერიათ რომ ბრილიანტი და ეს მაგრამ ნუ მოყოთ ჰამბურგის მწვრთნელმა ბრანკო ზეგბეცმა იუგოსლავიამ თქვა რომ ჩემზე ყველაზე კაი შტაბეშილება მაჩაიძემ დატოვა. და კიდევ ერთი რამე თქვა, ბედნიერია ის გუნდი, რომელსაც მაჩაიძე ყავს. თქვა. და გარდა ამისა პრეს კონფერენციაზე თქვა, რომ პირველ 15 წუთს თუ გამორიცხავთო, თქვენი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესად თამაშობდა, ვიდრე ჩემი გუნდია. საოცარია 3-1 მოგებული მატჩის შემდეგ რო იტყვის მოწინააღმდეგე გუნდი ძნელი ამას და მანაც გამოყო. არ გაგვიმართლა რა ეს მომენტები რომ გამოგვეყენებინა მატჩის მიწურულის. უკვე სხვა თამაში იქნებოდა თბილისში. სულ ცოტა 3-3 უნდა ჩამოსულიყავით. ნუ 3-2-იც უკვე დიდი უკვე რაღაც სხვა იქნება. და აი ეს თან წარმოიდგინე ხა 30 წუთზე ხო გავიტანეთ 30 წუთზე დავწინაოდეთ. აი ამ დროს ეს არის კრიტიკული ხო რაღაცა პერიოდი თითქოს გადაიარა ხო რაღაცა 36 წუთზე 6 წუთში ავტოგოლს ვიღებთ ჩვენ კარში აი ეს პირველი ტაიმი რომ დამთავრებულიყო ეს 1-0 თან თვითონ ეს თქვა ასევე პრეს კონფერენციაზე აქ ნათქვამებიც მე ვიცოდიო რომ ყიფიანს და მაჩაიძეს თქვენ ყავდათ ისეთი ფეხბურთელი როგორც აი ყიფიანი და მაჩაიძე რომლებსაც ყოველ
წუთს უნდა ელოდო მათგან საფრთხესო და პერსონალურადაც რო ვიღაცები მიუჩინო, იმასაც აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ის მოტყუება შეეძლო გაბითურებაო რა და აი ძალიან თუ სიტუაციაში ვიყავითო რა აი ამ დროს, მაგრამ აი ამ ავტოგოლმა ძალიან უშველა რა. ყოველმხრივ. და ერთიც უნდა ითქვას, რომ უკვე სეზონის ბოლო იყო და ჩვენები ცოტა დაღლილები ფორმაში ეთანხმები. კი და ჰამბურგი უკვე აღმავალ გზაზე იყო. პირიქით კი ახლა მოვიდა რა საკვირველია და სამწუხაროდ თუ რა დავარქვათ ამას 7 ნოემბერს დაემთხვა მეორე თამაში თბილისში. ეხლა 7 ნოემბერი ახალგაზრდებმა ალბათ არ იციან, მაგრამ განსაკუთრებული დღე იყო საბჭოთა წყობილებისათვის რა. განსაკუთრებული პოლიციის მობილიზება, განსაკუთრებით მერვე პოლკი, ეგრეთ წოდებული მერვე პოლკის მობილიზება და აჟიოტაჟი როგორიც იყო, ეხლა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რა. ბილეთებზე 3 დღიანი, 4 დღიანი, 5 დღიანიც კი რიგების ის ამოკითხვა რაღაც ის და არ დამავიწყდება ესეთი რამ, რომ ლივერპულს არ დაუმალავს თავისი ვარჯიში. ლივერპულის ვარჯიშზე თავისუფლად შევედით რამოდენიმე ადამიანი და დავჯექით და უყურეთ და ჰამბურგმა ის რომ სასტუმრო გამოცვალა, ვახსენეთ უკვე. ივერიაში წავიდა საცხოვრებლად და ჰამბურგმა რატომღაც აკრძალა რომ არა, რატომღაც ნუ ვიტყვით ეს ჩვეულებრივი იყო ხო ეს ის უფრო გასაკვირია რომ ლივერპულმა ესე დაუშვა ხო ლივერპულმა და ინტερμაც დაუშვა იმანაც დაუშვა საშიშროებას ხო ვერ ხედავდა ლივერპული ალბათ სწორს ძანებთ ხო და ვარჯიშზე რომ დავაპირეთ მისვლა დაგხვდა ცხენოსანი პოლიცია შიგნით და პოლიციელები, მერვე პოლკელები, ეგრეთ წოდებული იმით გერმანული ნაგაზებით. გერმანული ნაგაზებით. და არ დამავიწყდება ჰამბურგის საპატივცემულოდ. ჰამბურგის საპატივი, აი ნამდვილად ესე რა, ანუ აი საკვირველი იყო რა, გერმანული, აი ესე იგი ღობეზეც ვერ გადახვიდოდი, ვერ გადახტებოდი ღობიდანაც რომ შესულიყავი და გენახა და არ დამავიწყდება თამაშის წინადღია საღამოა და მანუჩარი მოვიდა თავისი ვოლგით. ნუ ეთყობა რაღაც საქმე ქონდა, შევიდა სტადიონზე. ნუ რა საქმე, ბილეთები უნდა. ალბათ ბილეთები რა ვიცი ახლა რა უნდა და მანუჩარმა რო დაგვინახა რომ ვიდექით და რაღაცა პირდაპირ უთხრა პოლიციელებს და იმეებს რომ შეუშვითო რა, ნახონო, ვარჯიშიო რა, რა მოხდებაო რა, უკან დაჯდებიანო, ახლოს ვერ ვინ. ბრძანებაა ესეთი. უპასუხა. მაღალჩინოსანმა რა საკვირველია იქ არ იყო ის რომ დაბალჩინოსნები მისულიყვნენ და ისინი ახლა შეიძლება მინისტრი არ იყო, მაგრამ ცოტა უფრო ნაკლები დონე. ნუ თამაში რა თამაშიც იყო, რა ვიცი ახლა. თამაშის დასაწყისი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. გოჩა შეც განაგრძობ მერე. კუცაევმა დასაწყისი იყო ის რომ ძალიან სწრაფად გავიტანეთ მოგვეცა იმედი რომ ჰამბურგსაც ლივერპულის გზას გავუყენებით მე-5 წუთზე უკვე ვოვამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა ვოვამ მაგრამ ამ დროს რაც მოხდა არ შეიძლება არ გავიხსენოთ ნუ ემოციებმა ყველაფერს გადააჭარბა ყველანაირმა ემოციებმა გადააჭარბა ყველაფერს ატყდა ერთი ამბავი ისეს და საჯმა დაახლოებით 3-4 წუთით შეწყვიტა თამაში გამოცხადდა კიდეც რომ თუ კი თქვენ ესე განაგრძობთ ამას საქციელს ესეთ საქციელს იმას ამას გუნდს ჩაეთვლება წაგება დაჯარიმდება სტადიონი და გახსოვს ალბათ გოჩავი დარწმუნებული ვარ რომ იყავი თამაშზე და ყველაფერი იცი ნუ შემდეგ რაც მოხდა მინდა რომ შენ განაგრძო რა ის მოხდა რომ კიგანი იყო ყველაზე ალბათ აი მე-20 საუკუნეში ვისაც უთამაშია თბილისში მსხვილს კიგანი იყო საუკეთესო ფეხბურთელი სხვათა შორის საშა იძახის რომ რომა რა ნაკრებში მე მგონი ტერეჩეკმა ეთამაშა ტერეჩეკი უნგრეთი არა ეს გერმანელებიც იყვნენ სხვათა შორის
ალოფსი ფიშერი ესენის მაგრამ მე ეგეთი ძლიერი როგორც კიგანი იყო ამდენად აი საშა იძახის რომ აი იმ თამაშის გაჩერებამო ხო ჩვენ ამოგვაგდოვო რიტმიდან ამოგვაგდოვო თორე ისეთი მობილიზებულები ვიყავით რომ მეორე გოლსაც ზედ მივაყოლებდით თორე ზედ მივაყოლებდით იძახის და ნუ რამდენად რა მოხდებოდა და როგორ იქნებოდა ახლა შემთხვევით არ არის რომ ორჯერ დასახელებულია საუკეთესო ფეხბურთელად ოქროს ბურთის გიგანერასაკურველია თან როგორც წესი სოფლიო ჩემპიონატების წელს იმ ფეხბურთელს ასახელებენ ვინც მონაწილეობა მიიღო და კარგად გამოვიდა და აი 78 წელს გახდა კიგანი როცა ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ არ თამაშობდა სოფლიო ჩემპიონატზე კი ბატონო და მაინც კიგანი დაასახელეს ეთახმე საუკეთესოდ ურა ოქნათ სამწუხარო ჩვენ რო ვიგებდით მეორე გოლს მივაყოლებდით აგერ საშარობ და ორი გოლი მე მოგვიყოლეს მე კიდე მოგვიყოლეს კი ცივსისხლიანად შეგვიცულა კიგანმა და ჩვენგან კიფომ გაათანაბრა თავით გაუტანა კუთხურიდან არა კუთხურიდან იყო პირველ ტაიმში პირველივე ტაიმში ტაიმი დამთავრდა 2-2 და უკვე მეორე ტაიმში ბულიანმა ერთიც ნიბატონო მეორე იმით ხურბეშმა გაიტანა ხო ხურბეშმა გაიტანა და ერთი უნდა ითქვას რომ ეს ჰამბურგი ძალიან ძლიერი გუნდი იყო რაც დაამტკიცა ამავე გათამაშებაში ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა კაცო ფინალში წააგო ნოტინგემ ნოტინგემთან წააგო ფინალში და ნახევარფინალში მოუგო მადრიდის რეალს მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუზე 2-0 წააგო და მე ჰამბურგში მოუგო 5-1 კი ბატონო ასევე აქვე არ შემიძლია არ გავიხსენ რომ გერმან თუ არ ჩავთვლით კალცეს და ესეც ახლა აღმოსავლეთ გერმანიის გუნდი იყო აი ეს გერმანულ გუნდებთან სულ მარცხდებოდით ყოველთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაქვს ხელოვნებაში ნუ ჰერტა ვერდერი რო გავიხსენოთ ჰერტა საერთოდ არ კონდა მაგათთან მოგება თან ახლა ვერ იტყვი რომ ჰერტაზე ნაკლები გუნდი იყო თბილისის დინამო მაშინ 78-ში არაფრით კი იმათაც ყავდათ კაი მახსოვს ერიხ ბერი იყო კაი ფეხბურთელი იყო მეკარეც კარგი იყო ეს ბერი ნაკრების წევრი იყო ყოველ შემთხვევაში ჰერტას რო შევხვდით მე დინამო მეგონა ფავორიტი კი და ორიგინალური ამ ხრენ ნამდვილად არ ვიყო ბერზე არ შემიძლია არ გავიხსენო თამაში რო დამთავრდა ბერმა თავისი ფოტოები წინასწარ ქონდა გამზადებული ხელის მოწერით ჩამოარიგა ესე ვთქვათ აი გულშემატკივრებში გადაყარა რაღაცეები სანამ ავტობუსში შევიდოდა და რა ნუ ახლა თვითრეკლამა ქონდა რა საკვირველია ნაკრების წევრი იყო და მოკლედ სევდიანად დასრულდა ხო ეს სევდიანად დასრულდა ჩვენი ეს პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას რომ თუ სეზონის დაწყებამდე დინამოს არც სახელი იცოდა ვინმე და არც გვარი უკვე ნამდვილად იციან ამის მერე უკვე ევროპაში ცნობილები გავხდით კი ახლა ფეხბურთელები რა თქმა უნდა ცნობილები იყვნენ და მანამდეც კი თქვა ეხა მესხი მეტრეველი ჯოხელეგინატო პაიჭაზე კი იცოდნენ მაგრამ ისინი რომ ქართველები იყვნენ და დინამო რო იყო ესეთი ნაკლებად კი ბატონო და რაც მნიშვნელოვანია ჩვენება გამოცდილებაც ძალიან დიდი მიიღეს რა საკვირველია რომელიც გამოგვადგა 91 წელი გასაკვირველი არ მოვიდოდა 80 წლიდან რო ჩავებით თასების თასზე აი ამ გამოცდილებამაც თავისი დიდი როლი ითამაშა რა თქმა უნდა და ეხლა სიტყვაზე თქვა კასტორიასთან მოგებას თუნდაც ჰამბურგთან 3-2 დამარცხება რომ უფრო ბევრის მომტანია შენთვის მე მგონი ამაზე აპარაკი არ არის. აუცილებლად უნდა ახლა გაზეთები ნაკლებად შემოდიოდა საბჭოთა კავშირში ინგლისური ახლა Daily Mail და ისინი ხელმეუწვდომელი იყო და Morning Star იყო ესეთი გაზეთი. კომუნისტების გაზეთი იყო, რომელშიც ძალიან კარგი სტატიები იწერებოდა ფეხბურთზე.
ფეხბურთზე იწერებოდა და კარგად მახსოვს მოსკოვში შევიძინე ეს გაზეთი სასტუმრო მოსკოვში. ხოთაშორის ეს გაზეთი მე მაგას ყიდულობდი ხოლმე და სპორტს კარგად აშუქებდა. ძალიან აი ეს მინდოდა აღმენიშნა და ძალიან კარგი რომ დამეთანხმეთ გოჩა ბატონო და აშუქებდა და იყო სტატია იყო ახლა ბოლომდე არ მინდა რომ თქვა Red Dynamics ესე იგი წითლების აფეთქება თბილისი ეწერა თუ ჯორჯია ნამდვილად არ მახსოვს მაგრამ აი ზუსტად მანდ იყო გამოყოფილი ჭილაიას არაჩვეულებრივი რეიდი მაგ გაზეთში კი ბატონო Morning Star-ში ჩვენ შემდეგ კიდე ვიასპარეზეთ. კი, უკვე დამოუკიდებლობის აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ვითამაშეთ ჩვენ. თუ ლინფილდი ახან პირველია, აუცილებლად უნდა გახსენოთ. თუმცა ხა ლინფილდი იმ დონის გუნდი არ იყო, მანდამაიც გაგხარებოდა. სამწუხაროდ გამოვარდით ლინფილდთან, რაც გაუგებრობის გამო. მოდი, ეს გაუგებრობაც გავიხსენოთ, შეიძლება ჩვენ მაყურებლებმა. არა, ალბათ არ ეცოდინებათ ახალგაზრდა. მოდი, თითქოს აი დინამოს მეპატრონე იყო და ხო, პადრინინოა თუ არ ვცდები. მან რაც ფული შესთავაზა თურქი საჯი იყო. მატჩის შემდეგ. არა, მე როგორც ვიცი მატჩის დაწყება. მატჩი ხოდა მე არა, მატჩის დაწყებამდე იყო. მე როგორც მახსოვს მატჩის დაწყებამდე იყო. არა, მაგაშია საქმე. მე ესე მახსოვს რომ დამთავრდა ეს მატჩი ყველაფერი. და მე პირიქით მახსოვს შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ვიცი უბრალოდ თან ეს თვითონ ამბობდა მე რომ ეს ის კი არ იყო რომ აი ჩვენ ხარი დაგვიჭირიან მოგვიდექი რაღაცა უბრალოდ ეს ისეთ ხარჯია რომელიც აი თქვა დაგჭირდება რა რაღაც რესტორანში შეხვიდეან რაღაცა ლიმონადი დალიო რა მეგობრები დაპატიჟე თან სულ რაღაც $3000 იყო ლაპარაკი და თუ 3 თუ 5 თუ რაღაცა და მოგთამა რომ დომოდა მაშინ მეც მივცემდიო ეს ხა იყო ერთი რამეც უნდა გავიხსენოთ რა ეხლა რომ თან ეს ისეთი პერიოდია როდესაც არანაირი ბანკები გადარიცხვები გადმორიცხვები არ არსებობს და მან იფიქრა რომ ეს ნუ თბილისში ჩამოსვლის ხარჯების ასანაურებლად უნდა მივართვათ ეს თანხა და თან ეხლა არ გვინდა ზედმეტად ვინმე დავადანაშაულოთ და ის და მარტო თავისი ინიციატივა არ ყოფილა თურმე ეს ყოველ შემთხვევაში მე ამბობდა რომ ჩემი ინიციატივა იყო და არა მაგან ესე თქვა და ძალიანაც კარგი იქნა რომ ესე თქვა რა ნუ ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანი თამაში იყო გახსოვთ ახლა 93-ში როგორი სიტუაცია იყო საქართველოში თბილისში და 50000 მაყურებელი იყო სტადიონზე და ძალიან ლამაზი კარგი გოლი გაიტანა შოთა არველაძემ პირველივე დაიტანა და ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში უკვე დამოუკიდებელი საქართველოს თბილისის დინამოს ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ჩემპიონთა უკვე ლიგა ეს იყო 98 წელი, როდესაც ჩვენ პირველი ეტაპი გავიარეთ ვლაჟნიასთან და იქაც ისე გავიარეთ, რომ თბილისში 1-0 მოვიგეთ, მაგრამ მათ ათამაშეს ფეხბურთელი, რომელსაც არ ქონდა ასპარეზობის უფლება და 3-0 ჩაუთვალეს წაგება ალბანელებს. და იქ 3-1 დავმარცხით, მაგრამ ნუ 3-0-მა გადაწონა ეს მარცხი და გავედით ბილბაოს ატლეტიკზე. მე ძალიან ძლიერი გუნდი იყო იმ მომენტისათვის ლუის ფერნანდესი იყო მწვრთნელი თუ გახსოვთ ეს ჩუპა-ჩუპსით რო იყო და შორს რო წავიდეთ მათ ხულენ გერერო და ხოსება ეჩებერია ყავდათ ეს როგორი დონის მოთამაშეები იყვნენ და სხვადასხვა თბილისში ეს ორივე მოთამაშე ეს გერეროც და ეჩებერიაც მეორე ტაიმში შემოიყვანა მწვრთნელმა იმ მიზეზით რომ არ არიან სათანადო ფორმაში პირველი თამაში ჰქონდათ მათ სეზონის და სეზონის ბოლო თამაში ატლეტიკმა სხვადასხვა ითამაშა ბრაზილიის ნაკრებთან ეს მოგეხსენებათ 98 წელი უკვე საფრანგეთში სოფლიო ჩემპიონატი იყო და ბრაზილია უკვე იქ იყო ჩასული და 31 მაისს 98 წლის სან-მამესზე ითამაშეს ატლეტიკმა და ბრაზილიის ნაკრებმა და თამაში დამთავრდა 1-1.
ბრაზილიაში თამაშობდა ტაფარელი იდგა კარში, კაფუ, რობერტო კარლოსი, რივალდო, სოფლიო ჩემპიონები ესენი სულ ყველა. ბებეტო და რივალდომ გაიტანა ეს ერთი გოლი ბრაზილიელთაგან. ნუ მოკლედ თბილისში ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ. დავწინაურდით 2-0, 2 ლევანის გოლით, ხო ლევან ხომერიკის და ლევან სკიტიშვილის გოლებით. მერე კიდე დათო მუჯირმა ძელს გაარტყა ბურთი და სამწუხაროდ გოლი გაუშვით, რომელიც შეიძლება და არ გაგოშა, ნუ პრინციპ შორეული დარტყმაც შეგვიძლია დავარქვათ. და 2-1 მოვიგეთ. ისიც სათქმელია, რომ აქ დისკვალიფიკაციის გამო ლევან კობიაშვილი გვაქვს და რაც იმ დროისთვის უკვე გუნდისთვის დიდი ძალიან დიდი ძალა. და განმეორებითი საპასუხო თამაში უпростоრად უკვე სარმამეზზე სავსე სტადიონი როგორი გულშემატკივრობა იციან მოგეხსენებათ და მანდა ყველა ამბობს რომ თქვა ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ამ თამაშზე და უნგრელი მსაჯი იყო ვაგნერი რომელიც ძალიან ცუდად იმსაჯა ძალიან ცუდად მუჯირი გააძევა, 2 გაფრთხილება მიცა და აი მუჯირის გაძევებას მოყვა 1 გოლი ჩვენ კარში და 1-0 დავმარსით და უკვე ჩამოვშორდით ჩემპიონთა ლიგას. არა და აი ერთი ნაბიჯი გვაქვს და უკვე ჯგუფში ხვდებოდით. ზოგადად კიკნაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა. კიკნაძეს მომენტი მარჯვენა მხრიდან მახსოვს კიკნაძე. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ გავდიოდით ისე ჯგუფში, სადაც იყვნენ იუვენტუსი, გალატასარაი, რუსემბურგი და ნუ ჩვენ მაგვირად ატლეტიკი გავიდა. სხვადასხვა ბილბაო ბოლო ადგილზე გავიდა. და იუვენტუს 1 მოგება და 5 ფრე ჰქონდა და პირველი ადგილი გავიდა ჯგუფიდან. ხო, უკვე ჯგუფები იყო წამოსული, ის აღარ იყო პლეი-ოფები, რომ ბევრი თამაში ფრედ დამთავრდა და იუვენტუსი 1 მოგებით და 5 ფრით პირველ ადგილზე გავიდა. მოკლედ ეს დასანანი მარცხი იყო და შეგვეძლო ამ ბარიერის გადალახვა. თავიდან როგორც ლივერპული ესე ძნელი სათქმელი იყო რომ ჩვენ ატლეტიკს მოვუგებთ, მაგრამ მე და ისიც უნდა ვთქვათ რომ მურთას ხურცილავა იყო მაშინ თბილისის დინამოს წვრთნელი. კი ბატონო. აი ჩვენ დინამო თბილისის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ამით ამოიწურა და ჩვენი გადაცემაც დამთავრდა. კიდე იყო სხვა თამაშებიც, მაგრამ ნუ ეხა ის ყველას ლევერკუზენის გახსენება არ გვინდა. არ გვინდა. დავამშვიდობ. დავამშვიდობ. აღურებოს. კარგად, წანდებოდეთ.